საზოგადოებრივ მოლოდინსა და ექსპერტების შეფასებებს ჩემი კოლეგა ლელა ციკლაური გაეცნო და შემდეგი რეპორტაჟი მოამზადა. მე ახლა ხელში ჯერ მხოლოდ ბუკლეტზე დაბეჭდილი ქართული ოცნების დაპირებები მიჭირავს, რომლითაც კოალიციამ არჩევნები მოიგო. ეს უფასო განათლება, დაბალი კომუნალური გადასახადები, კომპენსაცია უმუშევრებს, ხარისხიანი ჯანდაცვა, საყოველთაო დაზღვევა, ღირსეული დასაქმება, ძლიერი ქართული სოფელი და ეს ყველაფერი არ არის. დაპირებები ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელზეა გათვლილი. შესაბამისად, ქართველმა ამომრჩეველმაც ამჯერად ქსოვნის სწორედ ქართული ოცნების სასარგებლოდ დადო. ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გაჩნდა განცხადება მადლობის შესახებ და კიდევ ერთი დაპირება. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველა დაპირებას შევასრულებთ. ივანიშვილის წინა საარჩევნო დაპირებებში დომინირებს ფრაზა ცვლილებები რეალური შედეგისთვის. ჩვენ ამას შევცვლით. რაც შეცვლის კოალიცია ქართული ოცნება. ამომრჩეველი ძირითადად სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ელის. დაპირებებში არის ყველაზე მწვავე თემები. ზოგიერთი პირდაპირ კავშირშია ბიუჯეტთან, ზოგიერთი კი არა. მაგალითად გაიაფებული კომუნალური გადასახადები, წყალი, დენი და გაზი. აგვისა და ელექტროენერგიის გადასახადებია მიბმული და აბსოლუტურად უსამართლოდ ადამიანების ძარცვა ხდება პირდაპირ. ჩვენი დაპირება იყო და არის რომ დაუშვათ გაიაფდება ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე. ამას არანაირი დამატებითი სახსები არ ჭირდება. მოწლების განმავლობაში საქართველოში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, გზები, მოწესრიგდა ყველა ის კომუნალური საკითხები, რომელიც მანამდე პრობლემატური იყო, თუმცა ამავდროულად ძალიან მაღალი გადასახადები იყო რიგ პირობებში და მათ შორის კომუნალური გადასახადები. ჩვენ ამას ვაცნობიერებდით და ამიტომ თავაზობდით 1000 ლარიან ვაუჩერს. ქართულმა ოცნებამ სხვა მოლოდინები შეუქმნა ქართულ საზოგადოებას ტარიფებთან დაკავშირებით. დაველოდოთ ამის განხორციელებას. თუმცა ექსპერტებს უბრალო არითმეტიკული გამოანგარიშების შემდეგ ივანიშვილის გუნდის მიმართ კითხვები მაინც რჩებათ. რაიონებში 1 კილოვატ-საათი დღეს 14 თეთრია. თბილისში კი სამსაფეხურიანი ფასია და საშუალოდ 16 თეთრი გამოდის. თუ ტარიფი განახევდება, ესე იგი ის 8 თეთრი ხდება. საქართველომ გასულ წელს 10 მილიარდი კილოვატი ენერგია მოიხმარა. 800 მილიონი ლარის ღირებულების. აქედან ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი მოსახლეობის 25%-ია. ანუ 800 მილიონ ლარს 200 მილიონი ლარი აკლდება. ეს კი 600 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან შესაძლოა ენერგოკომპანიებს 100,000 ლარის მოგება დააკლონ. ვინ გადაიხდის დანარჩენ 500 მილიონს? ჩვენ გვაქვს ექსპერტული შეფასებები, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ თავს ვიკავებთ ასეთი ტიპის ინფორმაციისაგან. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ გირჩევნიათ ერთ დღეს, როცა გაიღვიძებთ აღმოჩნდეს, რომ გაიაფებული დაგვხვდათ ტარიფები, ვიდრე ის, რომ ჩვენ ახლა ვთქვათ ზუსტი ციფრი, რომელშიც შემდეგ თუნდაც ერთი თეთრის ცდომილება შეიძლება იყოს. პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების გუნდის წევრები ბიზნესის გათავისუფლების ხარჯზე სამომხმარებლო კალათის გაიაფებასაც გეგმავენ. გამარჯვებულ პარტიას უკვე გათვლილი აქვს ეს რის ხარჯზე მოხდება. დაიწყო ბენზინის და წამლების გაიაფების პროცესი. ამას არ ჭირდებოდა დამატებითი სახსები, ამას ჭირდებოდა პოლიტიკური ნება, რომ ეს ბიზნესები გაგვენ თავისუფლებინა და რომ ამ ბიზნესებს შავი ხარჯი აღარ ქონოდა. ბანკები დღეს ისევე როგორც ნავთობის სფეროში, ისევე როგორც ფარმაციის სფეროში ერთმანეთთან არიან ძალიან შეხმატკივრებულები და ერთი სტრატეგიით მოქმედებენ. თუ ჩვენ გადავიყვანთ მათ ჩვეულებრივი კონკურენციის რეჟიმში, ისინი იძულებულნი იქნებიან კონკურენციის რეჟიმიდან გამომდინარე მოსახლეობას, ბიზნესს, ფირმებს და ასე შემდეგ შესთავაზონ უკეთესი მომსახურება იაფათ. ეს არის კონკურენციის ყველაზე დიდი ხიბი. ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ კოალიციის ლიდერის მხრიდან იყო ჩემს აზრით ცეთი რაღაც პირდაპირი მუქარანარევი ტონი, ასე ვთქვათ, და პირდაპირი მუქარა შეიძლება არ იყო, რომ რაღაც თქვენ თვითონ დაწყეთ ფაზები რაღაც რეალურ საბაზრო ფასებამდე. თუ ჩვენ არ დავაცლით ბაზარს, რომ თვითონ დაარეგულიროს ფასი, რომელიც ბაზარზე დგება და სახელმწიფო მოახდენს რაღაც იძულებითი მექანიზმების ჩართვას, ხო? ეს გამოიწვევს საბოლოო ჯამში სრულ შედეგებს. შეიძლება გაკეთდეს, რომ თქვათ დღეგეს თავისუფლება დაწიონ საწოლზე დღეგეს გადასახადი, ამ შემთხვევაშიც ისევ შემოსავლების შემცირდება და სხვა ხარჯებისთვის სახელმწიფოს ფული აღარ ექნება. რაც შეეხება ბიზნესის წნეხს, შეიძლება იყოს რაღაც საკითხები კონკრეტული და ამაზე ახლა ყველა შეუძლია ისაუბროს გულახდილად და შეუძლიათ ისაუბრონ კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, რომელიმე ღონისძიებასთან დაკავშირებით, ხდებოდა ეს ნებაყოფლობით, არანებაყოფლობით. ჩვენ შევამცირეთ საგადასახადო გადასახადები, მე შეგახსენებთ უბრალოდ რომ დღეს სულ 5 გადასახადია საქართველოში. ჩვენ
ასევე გვიწერია საგადასახადო კოდექსში, რომ საშემოსავლო გადასახადი უნდა გახდეს 15%. ეხლა მუქი მართლმოედანზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მათი დაპირებების ჟერა. ეხლა დაველოდოთ, როგორ განახორციელებენ ამ დაპირებას. ჩვენ ამას შევცვლით. კოალიცია ქართული ოცნების ეკონომიკური პროგრამა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზნებს ცვლის. ლიბერტიანული ეკონომიკა რეგულირებადი ეკონომიკით იცვლება. იცვლება ბიუჯეტში პრიორიტეტებით და სახელმწიფო ხაზინის თანხებით სულ სხვაგვარად დაითვლება. ივანიშვილის დაპირებები სერიოზულ საბიუჯეტო ცვლილებებს გულისხმობს. ქართული ოცნების პრიორიტეტი სოციალური უზრუნველყოფა და ხარისხიანი ჯანდაცვაა. სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური პაკეტით სრულად დაფინანსდება. ამბულატორიული მომსახურება, მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ჰოსპიტალური მომსახურება, ორსულთა მოვლა და მშობიარობა, უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა, გადაუდებელი სტომატოლოგია, მედიკამენტები პირველადი მოხმარების. გაორმაგდება სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება. ამასთანავე დაფინანსდება სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამებიც. ეკონომიკა არ არის მიზანი. ეკონომიკა არის საშუალება. საშუალება იმისა, რომ ცხოვრების დონე იყოს მაღალი და ცხოვრების დონის განსაზღვრელი დღეს არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ჯანდაცვა და განათლება. თითოეულ მოქალაქეს უნდა კონდეს დაზღვევა და არა ისე, როგორც ნაციონალურ მოძრაობამ 6 წლამდე გააკეთა და პენსიონერების გაუკეთა და შუაში მოსახლეები გარეთ დატოვა ამ დაზღვევიდან. ეს შესაძლებლობა ნაციონალურ მოძრაობას ყოველთვის ჰქონდა, შარშანაც ჰქონდა, შარშანწინაც და შარშანწინისწინაც რომ გაეკეთებინა, მაგრამ ისინი არ თuliდნენ საჭიროდ. ისინი თuliდნენ სხვა ხარჯებს საჭიროს, ცეკვა თამაშის, გართობის, ბიუროკრატიული ხარჯები. ეს მიდგომა არასწორი არის, იმიტომ რომ საქართველოში არსებობს უამრავი ადამიანი, რომელსაც არ ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან გადახდილი ეს ჯანდაცვის დაზღვევა, იმიტომ რომ მათ აქვს საკმარის შემოსავალი მისათვის, რომ ვიღაც უკეთესი პაკეტი შეიძინონ ჯანდაცვის დაზღვევის, ვიდრე სახელმწიფო შეიძლება მათ შეთავაზოს. უნდა იყოს დაზღვეული ის ადამიანები, რომელსაც არ შეუძლია თვითონ რომ გადაიხადონ და ხა თუ ისინი შეკვეცავენ ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებს, ანუ სადღაც მოაკლებენ რაღაცა თანხებს და ამ თანხებს გადმოისვიან ამაში, ისინი შეძლებენ ამის გაკეთება. ბიუჯეტიდან საყოველთაო დაზღვევისთვის 850 მილიონი ლარია საჭირო. წელიწადში 288 მილიონი ლარი 402.660 სოციალურად დაუცველ ადამიანს დაჭირდება. თუკი 20 ლარიანი მათი შემწეობა 60 ლარამდე გაიზრდება. რამდენი დაიხარჯება ბიუჯეტიდან კომუნალური გადასახადებისთვის, უმუშევართა კომპენსაციისთვის, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, უწყებებისთვის და კიდევ სხვა ვალდებულებებისთვის ეს ჯერ უცნობია. ყველაზე მთავარი მოსახლეობისთვის მაინც პენსიის თემა რჩება. 2013 წლიდან საპენსიო თანხა ქართული ოცნების გათვლებით 220 ლარიდან უნდა დაწყებულიყო. იმ საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, რაც მათი გათვლებით რეალური იყო. ეს თვეში 182 მილიონ 217.860 ლარი იქნებოდა. წელიწადში კი 2 მილიარდ 187 მილიონი ლარი. თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლების თქმით, პენსია 2013 წლიდან 160 ლარი გახდება და ის საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. საპენსიო თანხის ზრდა კი ქვეყანაში საარსებო მინიმუმის გადახედვის შემდეგ ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდება საარსებო მინიმუმამდე გატოლება, რაც დღევანდელი სტატისტიკით არის, ანუ 160 ლარის ფარგლებში. რეალური საარსებო მინიმუმი ცილდება 200 ლარს. ჩვენ მომავალში გადავითვლით ამას რეალურ საარსებო მინიმუმამდე და ჩვენი მიზანი იქნება, რომ აი ეს პენსიები უკვე გახდეს რეალური საარსებო მინიმუმის დონეზე. საარჩევნო კამპანიის დროს საუბარი იყო, რომ პენსია გახდებოდა 250-255 ლარი, რომელიც მათი გათვლებით არის საარსებო მინიმუმი საქართველოში. თუმცა დღეს უკვე გვესმის, რომ ამის გაკეთება უბრალოდ არარეალურია და ისინი იძახიან, რომ დაბალ ციფრებს იძახიან. 2004 წლიდან გავისტუმრეთ ყველა დავალიანება, საპენსიო დავალიანება, რომელიც დააგროვა წინამთავრობამ და 10 ჯერ გავზარდეთ პენსია. 140 ლარი იყო პენსია პლუს სადაზღვევო პაკეტი. საზოგადოებას ახლა აქვს ძალიან მკაფიო მოლოდინი მიღებულმა ხმებმა დაგვანახა მათი საპენსიო შეთავაზების და ეს საპენსიო შეთავაზება ბუნებრივია უნდა იყოს უფრო მეტიც და უფრო კარგიც, ვიდრე მხოლოდ ჩვენი 100 დოლარიანი საპენსიო პაკეტი. ბიუჯეტში გამარჯვებული პარტია უმუშევართა კომპენსაციისთვის გასაცემ თანხასაც გაითვალისწინებს. იქნება თუ არა სახელმწიფო ხაზინაში ამის რესურსი და რას მოიტანს უმუშევრების მიმართ მსგავსი მიდგომა. დღეს ოპონენტები მსჯელობენ. არ მაქვს.
რამდენი ადამიანია უმუშევარი დღეს. საჭიროა მე დავშვი საკითხი ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებისა და არა იმისა, რომ ხვალ დაენიშნოს ყველას, ვინც არ მუშაობს დღეს, ამას სად შეძლებს სახელმწიფო და სად შეუძლია ამას სახელმწიფოს, რომ მაგრამ თამაშის წესები აუცილებლად სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით უნდა დააწყოს. არც როდის გაიცემა, არც რა სახით გაიცემა, ამაზე საჭიროა ქვეყანაში დაიწყოს მსჯელობა. შეიძლება ისევ გაიმარჯვოს თქვათ იმ მოსაზრებამ, რომ არ დააწესდეს ეს შრომითი უმუშევრობის შემწეობა თუ უმუშევრობის კომპენსაცია. როგორც პირველი მიდგომა შრომითი რეგულაციების შემოღება შრომის ბაზარზე, ისევე კომპენსაციის გაცემა უმუშევრობაზე პირდაპირ ცალსახად და ერთნიშნულობად ხელს უწყობს უმუშევრობის დასს. თუ ქართული ოცნება რეალურად აკეთებს ამის გაპირებას, ეს ნიშნავს, რომ ეს მოდის პირდაპირ წინააღმდეგობაში იმ დაპირებასთან, რომელსაც ისინი იძლეოდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროზე, ეს იყო დასაქმება. საკმაოდ საინტერესო თემაა უმუშევრობის კომპენსაციაზე. მე სხვა შორის ჩემდა გასაოცრად აღმოაჩინე, რომ 2020 წლამდე თუმე არსებობდა, არ ვიცოდი ეს კომპენსაცია, მართლა არ ვიცოდი. დაველოდოთ რა შესთავაზებენ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შემოვიღეთ სოციალურად დაუცველებზე დახმარება 30 ლარიანი და ყველა ოჯახის წევრს დამატებით დახმარება ქონდა. ჩვენ ესეთი მიდგომა გქონდა. თუ საუბარია ყველა უმუშევართან დაკავშირებით, ესეც ძალიან საინტერესო თემაა. როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოებისთვის მიმზიდველი თემაა. ისევე როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, დასაქმება ქართული ოცნებისთვისაც პრიორიტეტად რჩება. თუმცა ერთი განსხვავებით, პარტიების გაგება დასაქმებასთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა. ქართული ოცნება მოსახლეობას უბრალოდ დასაქმების ნაცვლად ღირსეულ დასაქმებას პირდება. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მონოპოლიების გაუქმებით და კლანური წმეხის ეკონომიკის გათავისუფლებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით, რეალური ინვესტიციების მოზიდვით. რეგიონებში შეიქმნება ათასობით საწარმო, პრიორიტეტული იქნება ადგილობრივი კადრების დასაქმება, ბიზნესის დასაწყებად დაწესდება სპეციალური შეღავათებით. სახელმწიფო წაახალისებს იმ საწარმოებსა და კომპანიებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებს დაასაქმებენ. რას ნიშნავს ღირსეული დასაქმება? ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი სამუშაო ადგილების შექმნა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, მაგრამ თუ ჩვენ შევქმნით ბიზნეს გარემოს, საქართველოში ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მათ შორის სოფლის მეურნეობა. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ შევცვლით შრომის კანონმდებლობას, შრომის კანონმდებლობაში მკვეთრად გაიწერება როგორც მათი უფლებები და მოვალეობები, ისე დამსაქმებლების უფლებები და მოვალეობები. და შევქმნით იმის პირობას, რომ ადამიანმა საკუთარი შრომით შეძლოს ღირსეული ცხოვრება. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ დავბრუნდეთ რუსეთის ბაზარზე, დავდოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ პირველივე დღეებიდან ვიწყებთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას და უკვე ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე ბევრი საწარმო შეიქმნება. ვინ შემოიღო რუსეთის ვიზები რუს საქართველოსთან? პუტინმა 2000 წელს, მაშინ სააკაშვილი და ნაციონალურ მოძრაობა საერთოდ არ არსებობდა. ეკონომიკური ემბარგო იყო დასჯა საქართველოში და არანაირი გათვლა ამას არ ჰქონდა, ეს იყო სუფთა პოლიტიკური ნაბიჯი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები ითვალისწინებს, რომ არ უნდა იყოს ბაზარი ჩაკეტილი მithumetes ამ წევრებისთვის. თუ დღეს რუსეთი გადახედავს ამ გადაწყვეტილებებს და ეს იქნება ქართველი გლეხისთვის თუ საქართველოს სახელმწიფოსთვის მომგებიანი, ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე. ჩვენც ასევე ქონდა ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული, თუ რის ხარჯზე უნდა შექმნილიყო ახალი სამუშაო ადგილი. დაველოდოთ, მე უცბად გეუბნებით. რაღა ის ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვეტა, რომ მათ უკეთესი გეგმა აქვს, დაველოდოთ ამ გეგმის განხორციელებას, რითი შექმნიან